ეს ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობს და დარდობს თავის აქციელზე, რადგან მან ვერ დაინახა და ვერ დააფასა ის ყველაფერი, რასაც შენ მას თავაზობდი. ვერ დაინახა, რომ შენ ხარ ძალიან ღრმა პიროვნება და ზუსტად ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია შექმნას ოჯახური სიმყუდროვე და ბედნიერება. თუმცა თითქოს ეს ადამიანი არ იყო მზად და არ იყო საკმარისად მომწიფებული და გაზრდილი იმისთვის, რომ ის ძღვენი, რომელსაც შენ მას აძლევდი, მიეღო. და აქედან გამომდინარე, ორივენი დარჩით რაღაცნაირად იმედგაცრუებული. აბა ვნახოთ მისი გრძნობები, რას გრძნობს. ეს ადამიანი არის თითქოს შენზე დამოკიდებული და მოჭაჭული. ძალიან დიდ ენერგიას იღებდა შენგან. შენი ენერგიით საზრდოობდა ეს ადამიანი, თუმცა როგორც კი შენ დაგკარგა, ეს ყველაფერი მას გამოეცალა. შენი საშუალებით ეს ადამიანი იყო ძალიან თავდაჯერებული, ძალიან კონკურენტუნარიანი. ადამიანი, რომელსაც შეუძლია ლავირება, ნებისმიერი სიტუაციის სათავისოდ მობრუნება და მართვა. თუმცა ამ ყველაფერს აძლევდი შენ. შენი რესურსის წყალობით იყო და ვლინდებოდა ეს ადამიანი ისეთად, როგორცაც თავს აჩვენებდა. აბა ვნახოთ მომავალში რა იქნება და გაგრძელდება თუ არა თქვენი ურთიერთობა, თუ ეს დასასრულია. ვაუ. მომავალში ჩანს, რომ სამყარო შენთვის ამზადებს ისეთ ადამიანს, რომელიც შენი ღირსია, რომელიც მოგცემს იმ სიმყარეს, იმ სტაბილურობას, რომელსაც რეალურად შენ იმსახურებ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სხვა ადამიანი. ვიკითხე, რომ ეს ის ადამიანია შეცვლილი თქო და არა სამიანი ხმლები ამომივიდა, რაც პირდაპირ ნიშნავს უარს. ეს არის ახალი ადამიანი, ეს არის ადამიანი, რომელიც პენტაკლების ენერგიის მატარებელია და რომელიც დაგეხმარება წახვიდე იმ მიზნებისკენ და ოცნებებისკენ, რომელიც შენ გაქვს დასახული და ეს ადამიანი გახდება შენი საყრდენი, შენი ზურგი, შენი ხერხემალი, ყველაფერს მოგცემს. ეს ადამიანი შენს გვერდში იდგება შენი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ყველანაირად მხარს დაგიჭერს და შენ გექნება ამ ადამიანის იმედი. და აქ ამომდიხარ შენ როგორც ძალიან წარმატებული ადამიანი, რომელმაც მიიღო აღიარება, მიიღო ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, საზოგადოებისგან ძალიან დიდი აღიარება და ამ გზაზე თან ეს ადამიანი არ არის მარტო. ამ გზაზე ეს ადამიანი არის პარტნიორულ ურთიერთობაში და გრძნობს ძალიან დიდ მხარდაჭერას და საყრდენს ამ ადამიანის სახით. სულ ეს არის რის თქმაც მინდოდა შენთვის, თუ შენზე რეზონირდა ეს ინფორმაცია, აუცილებლად დამიწერე კომენტარებში, ხოლო პირად სესიებთან დაკავშირებით მომწერე ინსტაგრამზე.